საღამოშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. ქართული ოცნების კურსი რუსულია, მოსახლეობის არჩევანი კი ევროპაა. ქართველები არ დაიღლებიან, მაგრამ ევროპის გააქტიურებას ელიან. სალომე ზურაბიშვილი ევროპას კიდევ უფრო ქმედითი და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. საქართველოს დღევანდელობას 1921 წელს ადარებს და პარტნიორების გამოფხიზლებას ცდილობს, რომ საქართველოში რუსეთმა არ გაიმარჯვოს. ვითარების კიდევ უფრო გამწვავებისა და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გაზრდის მცდელობა. ასე უპასუხა ხელისუფლებამ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს. როგორ დარჩა საჯარო სექტორის სამართლებრივი დაცვის გარეშე და დამსაქმებლის გაზრდილი უფლებების პირისპირ? რატომ მიენიჭა პოლიციას პრევენციული დაკავების უფლება? ცვლილებები კანონებში, საზოგადოების დაცვა თუ რეპრესიების გაძლიერება? მედიკოსების, ისტორიკოსების, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის, მასწავლებლების, IT-ის სპეციალისტების, მშობლების, ბებია-ბაბუების და სხვათა მარშები და უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით. რა იქნება ხვალ? დემოკრატია გზა გასაყარზე. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური მოვლენების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. გადაცემას ვიწყებთ აქციებზე დაკავებული ადამიანების მონათხრობით, რომელთა ცემის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს წამებასთან აიგივებენ მედიკოსები და უფლებადამცველები. მას მენინებდნენ ტრაქტორი, რომ უნდა ამოიყვანათ, მიწა ამოითხარათ, შიგნით ჩავეგდეთ და ცოცხლად დავემარხეთ. ეს არის აქციების 24 წლის მონაწილის შოკის მომგვრელი ჩვენება. გვირტყამდნენ თავში, გვემუქრებოდნენ გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით, ოჯახის დაწიოკებით. ცხვირიდან, პირიდან, თავიდან, ყველაფრიდან სისხლი მდიოდა და მეჩხუბებოდნენ, მანქანა არ დასვარო. ამბობს აქციის მეორე მონაწილე. ხანგრძლივი უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარის სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო. მიკროავტობუსიდან გადმოსულებს სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს. ასეთია კიდევ ერთი დაკავებულის მონათხრობი. არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, ამის კადრებიც არსებობს, როგორ მიუყვები. ნაცემი არ ვარ, მაგრამ სახეზე ჯერ არანაირი დაზიანება არ მაქვს. პარლამენტის შენობას რომ გამაცილეს, ვიღაც გადმოხტა იქედან და ცხვირში შემომცხო ხელკეტი. მანამდე გზაშიც მცემდნენ, ვისაც მოუნდებოდა, ყველა გირტყამდა. ყველა ნიღბიანი იყო, აბსოლუტურად ყველა. იხსენებს კიდევ ერთი დაკავებული. მისი თქმით, მანქანა, რომელშიც ის პირველად გამოკეტეს, იყო უკვე არაერთი ნაცემი დემონსტრანტის მიერ აღწერილი საწამებელი მარშრუტკა, სადაც დაკავებულებს ნიღბიანები დაუნდობლად სცემდნენ. ეს ადამიანი კლინიკაში მხოლოდ სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს, სადაც იგი პროცესზე ცუდად გახდა. დაკავებისას და შემდეგ პერიოდში სასტიკი ცემისგან მიღებული ტრამვებისგან მას რამდენიმე საათის განმავლობაში სისხლის შეუჩერებლად სდიოდა. არავის დაავიწყდება ზვიად მაისაშვილის კადრი, გამხდარი, ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდა, რომელსაც ერთი შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი ფერდებში წიხლს, მეორე ფეხის ქუსლს ჩაარტყამს სახეში და მესამე დახმარების სათხოვნელად წამოწეულს ისევ წიხლს დაუმატებს. ზვიად მაისაშვილი ევროპულ აქციებზე ნაცემი დემონსტრანტების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ერთ-ერთი უფლებადამცველი ყვება ერთ-ერთი დაკავებულის ისტორიას. აქციაზე დაზარალებული, დაკავებული პირი მოვიდა ჩვენთან. ეს ადამიანი დააკავეს, ყველაფერი წაართვეს, არსად დაარეკინეს. არადა ლოგინად მყოფი, ავადმყოფი დედისთვის ერთადერთი მომვლელი იყო. დედა გარდაიცვალა, ამბობს უფლებადამცველი. აქციაზე დაკავებულ კიდევ ერთ ადამიანს, ავთანდილ ტიტვინიძეს დაკავებისას დაუმსხვრეს სახის ძვლები. ცემისას ღრმა ჭრილობა მიაყენეს თვალთან და როდესაც ჰოსპიტალში მოხვდა, აღმოჩნდა, რომ ტვინის შერყევაც ჰქონდა. დაკავებიდან 2 კვირის შემდეგ ისევ უჭირს სუნთქვა და ჭრილობები ისევ შეუხორცებელი აქვს. ასეთ ისტორიებს რა გამოლევს, რაც გაგაცანით, ყველა ამბავი საჯაროა, თუმცა ეს ძალიან მოკლე ვერსია. ომბუდსმენის სტატისტიკით 28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება.
წამებასთან გათანაბრებულ არაადამიანური და სადისტური მოპყრობის ისტორიებს ისმენს სასამართლო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, საქართველოს ევროპულმა ორბიტამ, კანონის უზენაესობის ცენტრმა, ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დაშლის ფაქტებს ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა უწოდეს, რაც მათი თქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მათ ასევე გაასაჯაროვეს იმ პოლიციელების სია, რომლებიც მათი თქმით სრულ ჩვენებას აძლევდნენ სასამართლოში. წამების ისტორიებს ისმენს სასამართლო, თუმცა არ ესმის. მეტიც, დღეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენჯერმე გააჩუმა სასტიკად ნაცემი გივი ჯვარშეიშვილი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან შემზარავი ძალადობის შემთხვევებზე ყვებოდა სასამართლო დარბაზში. ჯვარშეიშვილი იხსენებდა, როგორც ცდილობდნენ მის მოხრჩობას საქართველოს დროშით, რომელიც მას აქციაზე ეჭირა და როგორ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით უკვე სასტიკად ნაცემს დაკავების შემდეგ. დღეს მოსამართლემ ძალადობის მსხვერპლი დააჯარიმა. დაშავებულებს შორის არიან პოლიციელები. უწყების ინფორმაციით მათი რაოდენობა 150-მდეა. აქციები გრძელდება. ქუჩაში დგანან მედიკოსები, ისტორიკოსები, მუსიკოსები, მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები, მსახიობები, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები, მშობლები, მასწავლებლები, IT სპეციალისტები, ბებია-ბაბუები. 1100 გადასცდა ბიზნეს კომპანიების რაოდენობა, ვინც ხელისუფლების გამოფხიზლებას ცდილობს, ანტიევროპულ კურსს აპროტესტებს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც საქართველოს ევროპულის სივრციდან იზოლაციის შემთხვევაში ელოდება. უწყვეტი აქციების მონაწილეები აქციებზე უსამართლო და უკანონო დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. უცვლელია მთავარი პრეტენზია ხელისუფლებისადმი. დაუბრუნდეს ევროპულ ორბიტას და დაუყოვნებლივ განაახლოს 2028 წლამდე გადადებული მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან. გაჩნდა ახალი საფიქრალიც, ცვლილებები კანონებში, რომლებსაც სპეციალისტებმა უკვე უწოდეს რეპრესიული, შემზღუდავი, სადამსჯელო და არადემოკრატიული. დაჩქარებული წესით ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხები მარტივდება. პოლიციელს კი შეუძლია ივარაუდოს, რომ თქვენ დანაშაულს განმეორებით ჩაიდენთ, ამ ეჭვის საფუძველზე კი მას შეუძლია დაგაკავოთ. მიუხედავად ავტორების განმარტებისა, რომ ეს მექანიზმი განმეორებითი სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით ჩნდება, სიტყვები განმეორებითი სამართალდარღვევა იურისტებისთვის მხოლოდ სიტყვებია. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი დასაქმებულის უფლებები კიდევ უფრო ფართოვდება, დამსაქმებლის უფლებები კიდევ უფრო ფართოვდება, დასაქმებულს კი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები კიდევ უფრო უმცირდება. ამ ცვლილებებზე და საფრთხეებზე ჩვენ დეტალურად სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. ვიმსჯელებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე ევროპარლამენტში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე გავართულ დებატებზე, ვიმსჯელებთ საქართველოს საკითხის განხილვაზე ევროსაბჭოში, ქართველი ხალხისადმი ევროპელი ლიდერების მხარდაჭერაზე, აქციის მონაწილეებზე, სადისტური ანგარიშსწორების მომწყობთა მიმართ სანქციებზე, სანქციებზე საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლთა მიმართ და ყველა იმ საკითხზე, რაც აქტუალურია დღეს საქართველოსთვის. ჩვენი სტუმრები არიან თამარ გუგულაშვილი, მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მრჩეველი ევროპარლამენტში, საბა ბრაჭველი სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი, თაზო კირტავა, საიას ანალიტიკოსი, უფლებადამცველი, მერაბ ჯიხაძე, მეზღვაური და ქარდა ქარდუხი მწერალი. აქვე გეტყვით, რომ გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზეთ ქართულ ოცნებას, საინტერესო იქნებოდა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე მეტი არგუმენტის მოსმენა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მათი პოზიციის თქვენთვის შემოთავაზება, თუმცა ისევ უარია. ამჯერად თანხმობა ვერ მივიღეთ ვერც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან და ვერც საბჭოს წევრებისგან. აქვე ვიტყვი, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტი და დეკანი მამუკა ჯორბენაძე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში რჩებიან მათი საპროტესტო აქციებზე აქტიური მონაწილეობის გამო, მათი კრიტიკული განწყობების გამო. ამიტომ დაუშვებლად მიმაჩნია მათი პატიმრობაში დატოვება. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ საკუთარ აკადემიურ თუ პირად სივრცეებს. ცინიკურია, თუმცა ფაქტია, რომ სასამართლომ გირაოსანაცვლოდ გაათავისუფლა ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, რომლებიც მეტროში თავს ესხმოდნენ ადამიანებს, მათ სასტიკ მეთოდებით ფიზიკურად უსწორდებოდნენ და მკვლელობაზეც ღიად საუბრობდნენ. პატიმრობაში კი რჩებიან სტუდენტები და პროფესორი, რომელთა ასევე გირაოსანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება ვერ მოხერხდა. მოკლედ ჩვენ შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ ქალბატონ თამარ გუგულაშვილთან სტრასბურგია ხაზზე, თუმცა რეჟისორს ვთხოვ იქნებ ჩამირთოთ მონიტორი, მე ვერ ვხედავ ქალბატონი თამარი არის თუ არა ჩვენთან. შეგვიძლია დავიწყოთ მასთან საუბარი. ქალბატონი თამარ, საღამო მშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის. გესმით ჩვენი ხმა? დიახ, მესმის, მოგესალმებით. მადლობა რომ თანამშრომლობთ ჩვენთან. ქალბატონო თამარ, დღეს პაվել ჰერჩინსკიმ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში თქვა, რომ
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს დღეს მოცემულობაა და უკვე ყველასთვის ნათელია. ასეთი კითხვით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. რას ფიქრობთ კამპანიაზე? გახსენით ვაწერთ. ახლა ხელისუფლების მხრიდან ისმის მოწოდება, რომ ევროკავშირმა თვითონ უნდა გახსნას მოლაპარაკება საქართველოსთან, თუ ამის სურვილი აქვს და ჩვენ ხელს მოვაწერთ. შეიძლება ცოტა ცინიკურადაც ჟღერდეს, მაგრამ მაინც გთხოვთ კომენტარს, როგორ აღიქმება ეს იმ პოზიციიდან, სადაც თქვენ იმყოფებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა ჩართვისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ძალიან ცინიკურია ეს მიდგომა და რა თქმა უნდა, უბრალოდ არის იმ ადამიანებისადმი მიმართული, რომლებსაც ალბათ ადვილად შეყავთ შეცდომაში, ხო, როცა ყოველებს ირაჟირებენ ევროკავშირზე და მით უმეტეს აი ამ გაწევრიანების პროცესი, რომელიც ძალიან ტექნიკური და რთულია, მაგრამ მარტივად ესე შეიძლება აიხსნას. საქართველოს ჰქონდა 12 დათქმა, რომ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ძალიან ბევრი ძირეული რეფორმა შედიოდა ამ 12 დათქმაში და უმთავრესი, რა თქმა უნდა, უმთავრესი იყო ის, რომ დემოკრატიის გაძლიერებისკენ უნდა წასულიყო ქვეყანა, ფუნდამენტური უფლებები ადამიანის უფლებები უნდა დაეცვა და გარანტირება მოეხდინა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწა უნდა მოხდარიყო. ანუ გარკვეული ინსტიტუტები რაც იყო შექმნილი, მათი გაუმჯობესება და რეფორმები უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს 12 დათქმა არ შეასრულა საქართველომ და შემდეგ ევროკავშირმა იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა 2 წელია ქუჩაში თითქმის გაათენა, ასე ვთქვათ, და სულ აკეთებს ძალიან დიდ პროტესტს, რომ აჩვენოს ევროპას, რომ ხალხს უნდა ევროკავშირი, აი ესეთი რაღაც წინასწარის აჩუქარებით ეს სტატუსი ჩვენ გადმოგვეცა, არ ჩამოგწიეს უკან, ძალიან უკან, პირდაპირ არ ჩამოგვიყვანეს იმ ატარებლიდან, სადაც უკრაინა და მოლდავეთი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ადრე ტრიოდ განვიხილებოდით ხოლმე და საქართველო იყო ლიდერი ამ ტრიოსი მანამდე. აი ერთი წლის დაგვიანებით მაინც მოგცეს ეს სტატუსი, მაგრამ ეს დაგვიანებით იმ ორთან შედარებით, მაგრამ ჩვენ ეს სტატუსი არ გვეკუთვნოდა სინამდვილეში შესრულებული რეფორმების მიხედვით. დაგვიტოვეს 9 დათქმა, მაგრამ გვითხრეს, რომ აი ეს 9 დათქმა უნდა აუცილებლად წახვიდეთ ამ 9 დათქმის გზაზე და უნდა შეასრულოთ. აი ამ მომენტიდან უკვე ოცნება მიიღო ისეთი კანონმდებლობები, რომლებიც არა თუ აი ამ 9 დათქმისკენ მიდიოდა, არამედ საშინლად უკან მიდიოდა აი ამ ყველა იმ დონიდანაც, თქვათ, სადაც იყო, ხო, აი პირდაპირ დემოკრატიის განულებაზე და გაუქმებაზეა უკვე საუბარი ევროპულ ტექსტებში. ხო, და როცა ვეუბნებით ევროკავშირს, რომ ჩვენ თქვენთან გაწევრიანების პროცესს ვაჩერებთ 2028 წლამდე, მეტი აღარ გვინდა ახლა არც გაწევრიანების პროცესი, არანაირი თანამშრომლობა და ევროკავშირი ამის მერე გვეუბნება, რომ ეს ნიშნავს, რომ შენ ევროკავშირის გაწევრიანებაზე უარს ამბობ პირდაპირ. შემდეგ ეს ცინიკური ფრაზა ითქმება ქართული მხრიდან, რომ გაგვიხსენთ მოლაპარაკებები და ეხლავე ვაწერთ ხელს. მოლაპარაკებას მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერ გახსნის ევროკავშირი, იმიტომ რომ 9 დათქმიდან ერთიც არ შესრულდა, პირიქით არ შესრულდა არა იმ დონედან, სადაც ვიყავით, სადაც 9 დათქმა გადმოგვეცა, უკან წავედით ძალიან და ის 3 ჩათვლილი დათქმაც რაც იყო, ეხლა ისიც გაანულეს და მაგაზე კიდევ უარესი, ხო? დღეს უკვე აი თქვენ საუბრობდით წამების მრავალჯერად ფორმებზე და ისეთ კანონმდებლობების მიღებაზე ბოლო პერიოდში, რომლებიც უკვე არანაირ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს არსად და არც არსად არ არსებობს ესეთი რაღაც, სადაც მაგალითად ადამიანს წინასწარ დააკავებენ, ეს მხოლოდ შეიძლება ორველისეული რაღაცა სასწაული, პარალელურ სივრცეში მყოფი რაღაცა ზღაპრული იდეები იყოს, რომლებიც არსად არ ჯდება საერთოდ არა თუ ევროკავშირის თან სტანდარტებთან მოდის დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს, საერთოდ არ ჯდება არანაირ კანონმდებლობაში, სხვა ავტორიტეტულ ქვეყნებსაც არ აქვს ასეთი კანონმდებლობა. რამდენიმე საკითხი მინდა მოვასწრო თქვენთან. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვაზეც მინდა გთხოვოთ ანალიზი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, მან ერთგვარი შეჯამების სახით თქვა ასეთი რამ, ქართველები არ დაიღლებიან, მაგრამ
ევროპის გააქტიურებას ელიან და მან თქვა, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი თუ უფრო დინამიური იქნება თქვენგან დაახლოებით ასეთი იყო შინაარსი. როგორ აღიქვეს ეს ევროპარლამენტარებმა, როგორი იყო განწყობა შიგნით, ამას გეკითხებით, ვინაიდან თქვენ უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელი ბრძანდებით ხართ პროცესების შუაგულში და საინტერესოა იმ განცხადებებს მიღმა, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ამიტომ როგორი იყო განწყობა შიგნიდან თუ შეიძლება? დიახ, განწყობა იყო ზუსტად ისეთი, როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა წარმოსგვა, იქ ევროპარლამენტში აბსოლუტურად არავის არ ეპარება ეჭვი, რომ მან პირიქით ცოტა რბილადაც თქვა, თვითონ ევროპარლამენტარები, როდესაც ღიად საჯაროდ საუბრობენ, ისინი ამბობენ, უფრო ხისტები არიან და ნაკლებად დიპლომატიურები და საკუთარ ევროკავშირზე, იმ კავშირზე, რასაც თვითონ წარმოადგენენ, ამბობენ, რომ აბსოლუტურად არასაკმარისია ის, თქვათ, რეაქციები, რაც აქამდე მოყვა. რა თქმა უნდა, სიტყვიერად არის სრული მხარდაჭერა, არა მარტო სიტყვიერად ტექსტებშიც, ხო, ეხა მაგალითად გაფართოებაზე ანგარიში გუშინ რაც დაიდო, იქ არის საუბარი, რომ ქართველი ხალხის გვერდით იქნება, რაც არ უნდა მოხდეს ევროკავშირი. არ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს აღარა აქვს ევროპული მომავალი, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ თუ 9 კანდიდატი ქვეყნიდან 7-ზე არის ფრაზა ჩაწერილი, რომ აუცილებლად ამაზე ეს არ გადაიხადება, ეს ორაზროვანი არ არის, ეს 7 ქვეყანა, ბალკანეთი, უკრაინა და მოლდავეთი აუცილებლად მალე გახდება ევროკავშირის წევრი, იქვე წერია, რომ საქართველოზე ვწუხართ, რომ საქართველომ თავისი ევროპისკენ სვლა გააჩერა, პირიქით მოტრიალდა, ასე ვთქვათ, გააუქმა თუ გაანულა ეს თავისი ევროპისკენ სვლა და ეხლა პირიქით ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დაიწყო, რომელიც სანქციებამდე მიდის, ხო? ხო, ანუ ეს ევროპარლამენტარები რას ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი საავსრულებლო, ანუ ესე იგი მთავრობები, მოკლედ, საბჭო, ლიდერთა საბჭო, მინისტრების საბჭო, მათ უნდა ეფექტურად გამოიყენონ ყველა ეს ბერკეტი, რაც გვაქვს და ამ შემთხვევაში საუბრობენ პირდაპირ პერსონალურ სანქციებზე, ფინანსურ სანქციებზე და უნდათ, რომ ეს ყველაფერი მოვიდეს ძალიან სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად მოქმედებაში და ბოლო დებატებშიც იყო საკმაოდ მკვეთრი კრიტიკა კაია კალასის, რომ მან ვერ მოახერხა ეს პერსონალური სანქციების პირველი სია დაედო. დიახ, ამიტომ ეს ევროპარლამენტი ძალიან ხისტად უდგება საკუთარ აღსრულებელ ორგანოს და ხისტად ითხოვს, რომ მათ მეტი გააკეთონ. ეხლა ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, თვითონ ევროპარლამენტარებმაც გადასარევად იციან, რომ კაია კალასმა შესთავაზა სია დაუდო, მაგრამ ორბანმა თავის სლოვაკ კოლეგასთან ერთად ამას ვეტო დაადო, ხო? აი, ამიტომ არ მოხდა, ესეც იციან. კი ბატონო, აი, ვიდრე მომდევნო კითხვას დააგისვამთ, მაყურებელს ვეტყვი, რომ EUTHOS წევრი 17 სახელმწიფო საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, ქვეყნები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს დაკავებულები, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მისცეს. ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, აი კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი თანხები გადავამის სამართეთო სამოქალაქო საზოგადოებაზე, რათა ამ მხრივ რეალურად ვიყოთ ქართველი ხალხის გვერდი და ვეხმაროთ ქართველ ხალხს და ასევე გადავწყვიტეთ უვიზო რეჟიმის გაუქმება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის, რომ ეს უბრალოდ შევახსენეთ ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ასევე ამ სანქციების დეტალებზეც, მაგრამ მინდა გკითხოთ ასეთი რამ. ახლა ვითარების შეცვლის რა რესურსს ხედავთ თქვენ ქვეყანაში, ის რომ საქართველოსდან მიდის გზავნილები, რომ თუ თქვენ მზად ხართ, თქვენ გაგვიხსენით მოლაპარაკება და ჩვენ ხელს მოვაწერთ, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რომ ეს საკმარისი არ არის. მოცემული რეალობა როგორი ანალიზის საფუძველს იძლევა, რა შეიძლება შეიცვალოს და საერთოდ როგორ შეიძლება შეიცვალოს აი ეს გაყინული ურთიერთობა ახლა? თუ სიტუაცია ისეთი დარჩა, როგორც დღეს არის, ანუ საქართველოს მთავრობამ არ შეისმინა არც ევროპის ასე ვთქვათ, შეგონებები და თხოვნები, იმიტომ რომ ჯერჯერობით მოთხოვნა ევროკავშირს არ დაუყენებია. ეს არის თხოვნა. მოთხოვნა შეიძლება დააყენა უკვე ასე ვთქვათ, კერძო საუბარში ივანიშვილთან, მაკრონმა, რომ გაეჩერებინა
აი ეს წამება და ხალხის მასობრივი დაკავება და ცემა ტყეპად სიტყვილამდე, რაც სხვათა შორის მართლაც შეჩერებულია ამ წუთში. მაგრამ და აი კალასმაც თქვა დღეს ღიად მეცნობს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ავამოქმედოთ სანქციების ბერკეტიც, რომ ვაიძულოთ ეს მთავრობა, რომ შეაჩეროს საკუთარი ხალხის რეპრესიებიო. ანუ აი ბევრი ბერკეტი კიდე რომელსაც აამუშავებენ თუ მთავრობამ საქართველოს მთავრობამ ასე გააგრძელა ეს იქნება იმისთვის, რომ მათზე პირდაპირ რეაგირება მოახდინონ, ზეწოლა მოახდინონ, რომ ხალხის რეპრესიები შეწყვიტონ. ანუ ძალიან კარგად ეს მინდა ახსნა დღეს ევროკავშირს, რომ არანაირი გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა და ხელის მოწერაზე არ არის საუბარი, არ არსებობს მიიღონ ისეთი ქვეყანა, რომელიც ასეთ დიქტატორულ კანონმდებლობებს იღებს, ასე ექცევა საკუთარ მოსახლეობას, ეს არ არის ევროკავშირის სტანდარტი და ამას მეორდნენ დღეს მინისტრებიც, რომ შოლცმა გერმანელმა გაიმეორა, რომ ავიწყდება საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირი ეს არის დემოკრატიული, მაგრამ ამავე დროს ადამიანის უფლებების მთავარი გარანტია ეს არის მთავარი ღირებულება და ეს ავიწყდება. ანუ ძალიან დავშორდით ჩვენ იმ ეტაპსაც, სადამდეც აქამდე ვიყავით, ეს რა თქმა უნდა ფაქტია, მაგრამ ამავე დროს ქართულ ხალხს უხატავენ ყველანაირ ასე ვთქვათ მხარდაჭერას და აი ეს თანხებზე, რომელზეც კაია კალასაც საუბრობდა, ხო? ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც იცით, რომ არა მარტო ახლა აი ამ ძალიან ბევრ ადამიანს დაკავებულს, რომელსაც ჯანმრთელობა დაუზიანეს და პირდაპირ წამების მსხვერპლი იყვნენ, ამავე დროს მათ აჯარიმებენ და ხდება მათ ჭირდებათ ასევე არა მარტო სამედიცინო, არამედ იურიდიული დახმარებაც და რა თქმა უნდა ევროკავშირი დაეხმარება აი პირველ რიგში ამ ხალხს, იმ ხალხს, ვისაც სამსახურიდან გამოაგდებენ, იმიტომ რომ ასეთ შეცვალეს საჯარო მოხელეების შესახებ კანონი, ანუ აი ამ საკითხებში დახარჯავს ევროკავშირი თანხებს და არა იმაში, რომ ყვებოს ეს რეჟიმი. კი ბატონო, აი გამოსავალს რა შეხედავთ? ცვლილების რესურსი თუ არსებობს და დაგემშვიდობებით ქალბატონთან. დიახ, გამოსავალი არის ესეთი, რომ საქართველოს მთავრობამ როგორღაც უნდა შეისმინოს თავისი პარტნიორების თუ ყოფილი პარტნიორების თხოვნა და მოთხოვნა, რომ მოусმინოს საკუთარ ხალხს და ასევე ისიც მიხვდეს, რომ ერთი მომენტიც უნდა დაგეს, როცა მიხვდება, რომ მას არ აღიარებს არანაირი დასავლეთი, არც ერთი ნორმალური ქვეყანა, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ქვეყანა და საქართველო ვერ გაძლებს დიდხანს ის საერთოდ ესეთ სიტუაციაში ყოფნას. ამიტომ უნდა წავიდეს მოლაპარაკებებზე საკუთარ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმათთან, ვინც ქუჩაში არიან და ამაში მათ დაეხმარებათ ევროკავშირიც და შეერთებული შტატებიც. მადლობა ქალბატონ თამარ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი ანალიზისთვის, მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ ვსაუბრობდით თამარ გუგულაშვილთან, მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მრჩეველი ევროპარლამენტში პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. 22 დღეა უწყვეტი აქციები მიმდინარეობს თბილისსა და ბათუმში. თბილისში აქციები მშვიდობიან ვითარებაში გრძელდება, თუ არ ჩავთვლით ეგრეთ წოდებული ტიტუშკების გამოხტომებს და მათ მიერ ხალხზე ძალადობის მცდელობის ფაქტებს. დღესაც რამდენიმე მსვლელობა გაიმართა თბილისში, გურულების, ექიმების, მამების და კალათბურთის მოყვარულთა მარშები იყო დღეს აქტუალური. ყველა მსვლელობის საბოლოო თავმოყრის ადგილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. აქციის მონაწილეებს გაცხადებული აქვთ, რომ ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. – 22 დღეა აქცია უწყვეტად მიმდინარეობს ბათუმშიც. აქ შეკრების ადგილი უცვლელია. ბათუმში ყველა მიცის, რომ საღამოს 7 საათიდან თავი უნდა მოიყარონ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობებს შორის მდებარე ტერიტორიაზე. მოთხოვნები უცვლელია, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ჩვენ ახლა ვხედავთ კადრს პირდაპირ ეთერის რეჟიმში. თქვენ ხედავთ, რომ ახლაც ადამიანები შეკრებილები არიან მთავრობის სახლის ადმინისტრაციული შენობის წინ. და სულ რამდენიმე წამის წინ ჩვენ ვხედავდით ასევე პირდაპირ ეთერის რეჟიმში კადრს თბილისიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან და იქაც ჩვენ ვნახეთ, რომ აქციაზე ასევე არის ხალხი შეკრებილი. და ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენს მომდევნო სტუმართან. საბა ბრაჭველი შემოგვიერთდება, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი. ბატონო საბა, გამარჯობა, საღამო მშვიდობის, მადლობა რომ გვერთვებით. გესმით ჩემი ხმა? სალამი, მე
გესმის თქვენი ხმა, იმედია თქვენს გესმის ჩემი ხმა, იმიტომ რომ ირგვლივ ძალიან ბევრი ხმაურია. კი ბატონო, ვინ შეკრებილები არიან დღეს. კი ბატონო, ვიდრე გვაქვს საშუალება ვისაუბროთ ვიდრე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე აი დეტალურად გავყვებით მსჯელობას. მინდა თქვენ გითხრათ პირველ რიგში ყველაზე მთავარი, რასაც თქვენ წარსულში დაბრუნება უწოდეთ ამ ცვლილებებიდან, რა არის ყველაზე საგანგაშო და რატომ გიჩნდებათ განცდა, რომ დემოკრატიის წინსვლის მაგივრად ჩვენ მივიწევთ წარსულისკენ? ამ ცვლილებებია ყველაზე საგანგაშო, ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არის ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კერძოდ ის კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას პოლიციას, რომ წინასწარ დააკავოს ადამიანები, ისე რომ მათ არ ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავოს ადამიანები. ანუ ეს ჩანაწერი პოლიციას შესაძლებლობას აძლევს, რომ ყოველგვარი თავისი ეჭვის, საფუძველი, ყოველგვარი მტკიცებულების, მტკიცების ტვირთის გარეშე ადამიანები დააკავოს, გადაიყვანოს იზოლატორში, ყავდეს იქ 48 საათის განმავლობაში. ეს არის სრულიად დისტოპიური არის, ეს უკვე ტოტალიტარულიც აღარ არის. იმდენად წარმოუდგენელი ჩანაწერია. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად გვაქვს უამრავი ცვლილება, როგორც თქვენ ახსენეთ, თვითონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც. პირველ შემთხვევაში, ანუ ფაქტობრივად კრიმინალიზდება 20 მაგათ არის გაზრდილი ჯარიმები, რაც გარეთ გამოსვლის გამო, სტიკერის გაკვლის გამო იქნება თუ ეს უბრალოდ აი ეხლა მე რო ვდგავარ სავალ ნაწილზე, ამის გამო შეიძლება 5000 ლარი ჯარიმა დამეკისროს, ხო? თუ ეს ცვლილებები ამოქმედ და ცალკე არის პრობლემა ის, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად სრულიად ნადგურდება ის დაცვის გარანტიები, რომელიც საჯარო მოხელეებს გააჩნიათ და შესაძლებელი ხდება მათი გადაყვანა ან უფრო დაბალ თანამდებობაზე, ან მათი ხელფასის 20%-ის დაფიქვა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ან მათი საერთოდ გათავისუფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და ეს უბრალოდ საშინელი ცვლილებებია. კი ბატონო, აი ვიდრე მომდევნო შეკითხვას დაგისვამთ, თქვენ ცხადია იცით იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ აი უაპელაციოდ ხდება არასწორი შინაარსით გავრცელება ამ ცვლილებებისო და იქ განმარტეს თუ რა შემთხვევაში ეძლევა პოლიციელს დაკავების საშუალება ადამიანის და ის ინტერპრეტაციები, რასაც არასამთავრობო საზოგადოება გვთავაზობს, არ არის სწორიო უთხრეს პირდაპირ საზოგადოებას. კი ბატონო, ან ჩვენ შეგვიძლია ჩავხედოთ კანონს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რა წერია კანონში. შინაგან საქმეთა სამინისტროსა მინისტრისა ნებისმიერი წარმომადგენლის განმარტება არის მხოლოდ მისი პერსონალური აზრი, რომელსაც სასამართლო, ჩვენი საერთო სასამართლოები საერთოდ თვალისწინებენ და არც უნდა გაითვალისწინონ მედიაში, რადგან ისინი უყურებენ იმას, თუ რა წერია კანონში. და კანონში წერია ის, რომ პოლიციელს შეუძლია ადამიანის დაკავება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. არ წერია არავითარი მტკიცების ტვირთი, რომელიც პოლიციელმა უნდა დააკმაყოფილოს. არავითარი ტესტი რეალურ ან არსებითი საფრთხის შესახებ ამ კოდექსში არ წერია, საერთოდ არ გვაქვს ასეთი რამ და შესაბამისად, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი მიზანი არის ის, რომ ადამიანების რაღაცა ყურადღება მოადუნონ და შემდეგ რა თქმა უნდა, როგორც გაუხარდებათ, ისე აღასრულებენ ამ კანონს ისევე, როგორც აკეთებენ ამას, მაგალითად, ამავე კოდექსის 176, 173, 45 და სხვა მუხლებთან დაკავშირებით აკავებენ ადამიანებს ტყუილ უბრალოდ და შემდეგ სასამართლო აკისრებს მათ დამატებით ჯარიმებს და რაღაცა უფარდებს დამატებით პატიმრობას. კი ბატონო, აი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს რომ დავუბრუნდეთ, რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა ეს ცვლილება და ჩვენ ვიცით, რომ აი სტატუსები შეიცვალა, რაც დამსაქმებლის უფლებას აფართოვებს და დასაქმებულს ფაქტობრივად დაცვის გარეშე, სამართლებრივი დაცვის გარეშე ტოვებს. ამ მიმართულებით რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, ვინაიდან ეს არ არის რაღაც ერთეული ადამიანებისადმი განხორციელებული ცვლილება, ეს შეეხება თითქმის ყველა ოჯახს. ამიტომ ყველაზე საგანგაშო აქ ჩვენ რაზეც საუბრობდით, რომ შეიძლება კონკურსის გარეშე, შეიძლება კი არა უკვე ნებადართული იქნება კონკურსის გარეშე აიყვანონ ადამიანები, მათ სტატუსები ისე შეეცვალოთ, რომ ამან ზეგავლენა იქონიოს მათ შრომით კონტრაქტებზე, მათ სამართლებრივი დავის შედეგად შეეძლებათ მიაღწიონ მხოლოდ იმას, რომ განაცდური აიღონ და ვერანაირად ვერ დაბრუნდნენ თავიანთ კუთვნილ ადგილებზე. ამ მიმართულებით როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს, რაში ხედავთ აუცილებლობას, აი რაში დასჭირდა ეს ავტორებს და მიზანი რეალური, რაც აი მოკლევადიან პერსპექტივაშიც დადგება, თუ არაფერი შეიცვლება, რა არის?
კი ბატონო, პირველ რიგში თქვენ ხართ აბსოლუტურად მართალი, როდესაც ამბობთ, რომ ეს კანონი შეეხება ფაქტობრივად ყველა ოჯახს. რადგან ეს კანონი, ეს ცვლილებები შეეხება ყველა საჯარო მოხელეს, მოსამსახურეს, საჯარო სამსახურში ვინც არის ყველას. და ფაქტობრივად ესეთი ადამიანების რაოდენობა ბევრია, რადგან აქ იგულისხმება არა მხოლოდ სამინისტროებში, სხვა საჯარო უწყებებში, მერიის უწყებებში დასაქმებული ადამიანები, არამედ სახელმწიფოს ციპებში დასაქმებული ადამიანებიც. რა ხდება? ხდება ის, რომ ადამიანების კონტრაქტი აღარ იქნება, მენეჯერების განსაკუთრებით კონტრაქტი აღარ იქნება გარანტირებული, ეს მიბმული იქნება ამ უწყების ხელმძღვანელის ვადას, თუ ეს ხელმძღვანელი ან გადადგება, ან შეიცვლება, ან ასე შემდეგ, მათი კონტრაქტებიც გახდება გაუქმებული, ანუ ეს ადამიანებიც კარგავენ თავის სამსახურს. ამავდროულად საჯარო მოხელეების მიმართ ყველანაირი გარანტია, დაცვის გარანტია უქმდება, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ ხელმძღვანელებს შეეძლებათ, რომ დაუკავონ ხელფასის 20% 6 თვიდან 1 წლის ვადამდე განმავლობაში ყოველ თვე, გადაიყვანონ სხვა თანამდებობაზე მისი ყველანაირი თანხმობის გარეშე და გაუშვან სამსახურიდან ყოველგვარი დისციპლინური გადაცდომის გარეშე. ანუ ფაქტობრივად ყველა ის დაცვითი გარანტია, რომელიც საჯარო მოხელეებს აქამდე გააჩნდათ, რაც წამოვიდა თავის დროზე ასოცირების დღის წესრიგიდან, ეს მეოთხე მუხლი იყო ევროკავშირთან ხელშეკრულების პაკეტისა, ეს ყველაფერი არის გაუქმებული. რატომ აკეთებენ ამას? ამაზე პასუხი არის მარტივი. ეს არის ესე რომ ვთქვათ, თანამდები შედეგი იმ მუქარებისა, რომელიც ხორციელდებოდა საჯარო მოხელეების მიმართ, იმ ადამიანებისა, რომლებმაც ხმამაღლა განაცხადეს, რომ კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა არის მიუღებელი და ეს არის ხელისუფლების შურისძიება მათზე. ხელისუფლება სურს, რომ პატიოსანი საჯარო მოხელეები, რომლებიც ხალხის ინტერესისთვის მუშაობენ, გაუშვან სამსახურიდან და ისინი ჩაანაცვლონ საკუთარი პარტიაქტივით პარტიული მუშაკები. კონკურსის გარეშე სამსახურში ადამიანების მიღება. ცხადია, კარს გაუხსნის სათანადო კვალიფიკაციის განათლების არ მქონე ადამიანებს. რას გამოიწვევს ეს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში? ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი, რაც ექნება ამ განხორციელებულ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, იქნება ის უმძიმესი ფაქტი, რასაც ქვია ნეპოტიზმის და კორუფციის დაბრუნება საჯარო სამსახურში. კერძოდ ეს ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს თანამდებობის პირებს, რომ აიყვანონ მათ შორის მენეჯერულ წამყვან თანამდებობებზე ადამიანები, რომ კონკურსის გარეშე, ყველანაირი კონკურსის გარეშე, ყველანაირი კვალიფიკაციის ჩვენების გარეშე და ამ ადამიანებს, ვისაც ეჭვეპარება შეუძლია ჩახედოს 27 მუხლს და მე-5 მუხლს, ამ ადამიანებს საჯარო მოხელეები აღარ ერქმევათ, მათზე აღარ გავრცელდება ისეთი მოთხოვნები, როგორიც არის კვალიფიკაციის მოთხოვნა, ენის მოთხოვნა, მოქალაქეობის მოთხოვნა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ეს არის ფავორიტიზმის, ნეპოტიზმის, კორუფციის, მეკრთამეობის დაბრუნება საჯარო სამსახურში, უბრალოდ ნაცნობობით აიყვანენ ადამიანებს სამსახურში კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების ნაცვლად. და ბოლო კითხვას დაგისვამთ ასეც აუცილებლად სახელმწიფო ენასთან დაკავშირებულს, ვინაიდან ჩვენ ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ამ 2 დღის განმავლობაში, რომ მსგავსი ჩანაწერი არსებობდა კანონში და აქ არაფერი ახალი არ არის. მოდით გავმარტოთ, რომელი ჩანაწერი, აი ბოლო ცვლილებით რა შეიცვალა, ვინ არის ვალდებული იცოდეს სახელმწიფო ენა და აქ დამადასტურებელ სერტიფიკატია მხოლოდ საუბარი თუ მოკლედ რა შეფარული რისკების მატარებელია ეს ჩანაწერი გითხარით? კი ბატონო, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს სახელმწიფო ენის და ასევე მოქალაქეობის მოთხოვნა კვალიფიკაციის ჩვენების ვალდებულება უქმდება მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფ პირთა მიმართ, ანუ იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც მართავენ, ვინც განსაზღვრავენ საჯარო დაწესებულების პოლიტიკას. იგულისხმება აქ დეპარტამენტების, სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები. რა ხდება? ამ ადამიანებს იმისთვის, რომ მარტივი გახდეს მათი გაშვება სამსახურიდან, წაართვეს საჯარო მოხელის სტატუსი. ისინი საჯარო მოხელეები ბად აღარ ჩაითვლებიან, თუ ეს კანონი, რომელიც სამი მოსმენით არის უკვე მიღებული, შევიდა ძალაში. ისინი გახდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ 27 მუხლი არის ეს მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კვალიფიკაციებს საჯარო მოხელის მიმართ და აქ წერია ნამდვილად ენა, მოქალაქეობა და ასე შემდეგ, მაგრამ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით 78 მუხლი არის ამავე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის. ეს მოთხოვნები არ წერია. შესაბამისად ძალიან მარტივი არის ეს მოთხოვნები, რა კი არ არსებობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან მიმართებით, გამოდის, რომ მენეჯერი
ნიჭიერები, ანუ ადამიანები, ვინც განსაზღვრავენ და წარმართავენ საჯარო სამსახურის პოლიტიკას, აღარ არიან, მათ აღარ მოეთხოვებათ იმის ჩვენება, რომ ან ენა იციან, ან მოქალაქეები არიან და ასე შემდეგ. კი ბატონო, აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ, გამოსავალს რა შეხედავთ, რა შეიძლება შეიცვალოს და როგორ? პირველ რიგში, კი ბატონო, პირველ რიგში პრეზიდენტმა ამ კანონებს აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო, ეს ძალიან ცალსახა არის, რაც შეიძლება ამ კანონების ამოქმედება ძალას შესვლა უნდა გადავაძდეს და შემდეგ ამ პრობლემასაც ისევე როგორც ყველა იმ პრობლემას, რამაც ხალხი აქ გამოიყვანა და რის გამოც ამ ყინვაში ადამიანები გარეთ დგანან, აქვს ერთი გადაწყვეტა. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალმა პარლამენტმა, რეალურმა პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, ჩვენ გვინდა თუ არა, რომ ასოცირების დღის წესრიგიდან გავიდეთ, დავანგრიოთ საჯარო სამსახური, რომელიც შევქმნით ამდენი ხნის განმავლობაში და ფაქტობრივად საფრთხე შევქმნათ ვიზა ლიბერალიზაციას. კი ბატონო, მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. საბა ბრაჭველი იყო ჩვენი სტუმარი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი. ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის ნეგატიური ეფექტი აუცილებლად შეეხება ყველას და საბოლოო ჯამში ეს გააუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში და ქვეყნის განვითარებას, ასეთია ექსპერტთა შეფასებები. ასე რომ თუ ვინმე ისევ ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით უკეთესი მომავლისთვის განხორციელდა, კიდევ ერთი სპეციალისტის მოსმენის შანსი გვაქვს. ამჯერად თაზო კირტავა შემოგვიერთდება, საიას ანალიტიკოსი, უფლებადამცველი გვეტყვის უფრო მეტს ამ ცვლილებებზე და მის შედეგებზე. საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ გვერთვებით. ბატონო თაზო, ჩვენ საუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე. რამდენიმე მიმართულებით შევიდა ცვლილებები, ამიტომაც მოდით ჯერ პოლიციის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებაზე ვიკითხავ. შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და მინისტრს შეიძლება საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს. როგორ პოლიციელს მივიღებთ საბოლოოდ? რითი არის თქვენი აზრით ნაკარნახევი ასეთი ცვლილებების აუცილებლობა და იქნება ასეთი ცვლილებების შედეგად მიღებული პოლიციელი ის, ვისაც შეგვეძლება რომ ვენდოთ და ვინც რეალურად დაგვიცავს. მოგესალმებით. ამ ბოლო პერიოდში დაჩქარებული წესით ცვლილებები მრავალ კანონში შესული ცვლილებები აშკარად ემსახურება რეპრესიული მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებას სახელმწიფოს ხელში და მათ შორის პოლიციის შესახებ კანონში შესული ცვლილებაც არის ამის კარგი მაგალითი. როგორც თქვენ თქვით, აქამდე პოლიციაში მიიღებოდა პირი სამუშაოდ მხოლოდ სპეციალური კონკურსის შედეგად, ახლა ემატება ჩანაწერი, რომ აქედან შეიძლება დაწესდეს გამონაკლისი და დანარჩენი ყველაფერი უნდა განისაზღვროს მინისტრის ბრძანებით. რეალურად მინისტრს ამ ბრძანებაში შეუძლია ჩაწეროს ნებისმიერი რამ, ნებისმიერ უწყებაზე შეუძლია გაავრცელოს სტრუქტურულ ერთეულზე პოლიციის შეუძლია გაავრცელოს ეს წესი. რეალურად ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავდით, რომ პოლიცია მუდმივად ასრულებდა უკანონო დავალებებს. პოლიცია იქცა რაღაც რეჟიმის იარაღად, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებით, უკანონო ჩხრეკით, ცემით, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობით, მათ შორის ისეთი მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევით, როგორიც არის წამება, აი ასეთი მეთოდებით ცდილობდა ჩაეხშო ლეგიტიმური პროტესტი და შეელახა ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ძალიან დიდი არის იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ეს ცვლილებაც იქნება სწორედ გამოყენებული იმისთვის, რომ პოლიცია შეივსოს ისეთი კადრებით, რომლებსაც ასეთი უკანონო დავალებების შესრულებაზე, უკანონო ბრძანებების შესრულებაზე პრობლემა არ ექნება. თვითონ შესუსის განმარტება არის, რომ მათ ეს გამონაკლისი სჭირდებათ მხოლოდ შესაბამისი რაღაც გასამხედროებული სტრუქტურული ერთეულებისთვის, რომლებიც განსხვავდებიან თავისი საქმიანობის სპეციფიკით სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. თუმცა კანონიდან ეს წინაპირობა არ იკითხება. მაშინ ეს გარკვევით უნდა იყოს კანონში, უნდა იყოს რაღაც ზღუდავი მექანიზმი, ნორმა, რომელიც იტყვის, რომელი პირების ან რომელი სტრუქტურული ერთეულების მიმართ შეიძლება ასეთი საგამონაკლისო წესი დაწესდეს. დღეს ეს მთლიანად არის მინისტრის ნებას მინდობილი და ცალსახა არის ის, რომ ესეც გამოყენებული იქნება პოლიციის სისტემის კიდევ უფრო პოლიტიზირებისთვის. ჩვენ ხედავთ, რომ პოლიციის სისტემა ისედაც არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად თავისუფალი და არის
სადამსჯელო მექანიზმი ფაქტობრივად, თუმცა აი ამის კიდევ უფრო გაძლიერება, ბევრად უფრო მარტივი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ცვლილების შედეგად. ჯარიმებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, აი ნიღბების ტარება, ლაზერის გამოყენება, თუნდაც ჯიბეში აღმოჩენა და ფაქტი, რომ არ გამოუყენებია აქციის მონაწილეს, ესეც არ ჩაითვლება არგუმენტად. აი, როდესაც თქვენი ორგანიზაციაც და თქვენი კოლეგებიც, ექსპერტებიც აკეთებენ შეფასებებს, რომ რეპრესიული ხასიათი მიიღო ცვლილებებმა. აი ამ მუხლებს ხომ არ გულისხმობდით და რეალურად აი ამ შეზღუდვებით, რაზეც ეხა ვისაუბრე, რა უფლებები ეზღუდებათ თუნდაც აქციის მონაწილეებს? რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყოველთვის იყო რეპრესიული იარაღი სახელმწიფოს ხელში და ახლა მასში შესული ცვლილებები ამას კიდევ უფრო ამ სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს. რა ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან მიმართებით? პირველ რიგში ჩნდება ახალი სამართალდარღვევები, მაგალითად ნიღბის ტარება, ლაზერის ტარება, ასევე იზრდება სანქციები რიგი უკვე არსებული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც სწორედ საპროტესტო გამოხატვას უკავშირდება და გარკვეულ მუხლებში შედის ცვლილებები და ჩნდება ახალი საფუძვლები, მაგალითად პირის დაკავებისთვის ან სანქციის დაწესებისთვის. რომ დავყოთ ეს და პირველ რიგში ვისაუბროთ ახალ სამართალდარღვევებზე, რაც გაჩნდა პირველ რიგში შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში და შემდეგ უკვე შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ეს არის ნიღბის ტარება. ნიღბის ტარების აკრძალვა ცალსახად ეწინააღმდეგება შეკრების და გამოხატვის უფლებების დაცვის საერთაშორისო დაღიარებულ სტანდარტებს. ზუსტად იდენტური შეზღუდვა მოქმედებს რუსეთში და რუსეთში ამ იდენტურ ნორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას აქვს პირდაპირ ნათქვამი, რომ იგი ეწინააღმდეგება შეკრების და გამოხატვის უფლებებს. ასევე EUTO ODIHR-ს აქვს ეს პირდაპირ ნათქვამი, გაეროს მომხსენებლის ანგარიში არსებობს ამასთან დაკავშირებით. ნიღბის ტარებას აქციაზე აქვს სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნები. ერთი შეიძლება იყოს გამოხატვა, ან პირი ამით რაღაცას გამოხატავდეს. მეორე შეიძლება იყოს თავდაცვის მიზანი, ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ აქციაზე მონაწილე პირებს შემდგომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როგორც წესი დაუსაბუთებლად, ხო? ხშირად მათ ფოტოებს უღებენ აქციაზე, შემდგომ აკისრებენ პასუხისმგებლობას, ვხედავთ, რომ ტიტუშკები აქტიურად არიან გამოყენებული ამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. შესაბამისად, აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ამ ნიღბებით იცავს თავს შემდგომი ძალადობისაგან და შემდგომი ანგარიშწორებისაგან. და სახელმწიფო ცდილობს მას ეს დაცვის მექანიზმი წაართვას. ასევე ნიღბის გარდა სახის დაფარვას იწვევს მაგალითად აირწინარი, ხო? და აირწინარის გარეშე ადამიანი კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება იმ ქიმიური საშუალებების მიმართ და გამაღიზიანებლების მიმართ, რომელსაც სახელმწიფო მათ მიმართ არაპროპორციულად და უკანონოდ იყენებს. შესაბამისად, მიზანი ცალსახად არის ის, რომ ადამიანი დარჩეს მაქსიმალურად დაუცველი და შედეგად ისევ საბოლოო დიდი შედეგი არის, მიზანი არის ის, რომ შეიზღუდოს მისი გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება. იგივე შეიძლება ითქვას ლაზერზე და სხვა მანათობელ საშუალებებზე. კანონში ეს ისეთი ენით წერია, რომ ეკრძალება ისეთი საშუალებების ქონა, რომელიც ხელს შეუშლის პოლიციის საქმიანობას ან მისი ტექნიკის ფუნქციონირებას. თუმცა ჩვენ ვხედავდით, რომ აქამდეც პოლიცია უკანონოდ ატარებდა ჩხრეკებს ძალიან ხშირად და ადამიანებს სრულიად ლეგალურ ნივთებს ართმევდა, ან ასეთ ნივთების ქონის გამო აკისრებდა პასუხისმგებლობას. შესაბამისად, მარტივი მისახვედრია ის, რომ ეს შეზღუდვა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ შემდგომ გამართლდეს ეს უკანონო ჩხრეკების პრაქტიკა, ან ამ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმის ყოველგვარი შეფასების გარეშე, ამ პირს იმ კონკრეტული ლაზერული საშუალებით, რაღაც მანათობელი საშუალებით მართლა შეეძლო რაიმე ესე ვთქვათ, შეფერხება გამოეწვია პოლიციის საქმიანობისთვის თუ არა, ხო? კი ბატონო, აი რეპრესიულს როცა გულისხმობთ, კიდევ რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, კიდევ რა ცვლილებაა რეპრესიისკენ მიმართული, თუ შეიძლება. კიდევ მაგალითად მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიციის საფუძვლები, რის გამოც პოლიცია შეუძლია პირი დააკავოს,
ფაქტობრივად უკვე გახდა პრევენციული, ხო? პოლიციას უკვე შეუძლია პირი დააკავოს იმის გამო, რომ თავიდან აიცილოს სამართალდარღვევის ხელთავიდან ჩადენ. ან ფაქტობრივად პირი დააკავოს იმ სამართალდარღვევისთვის, რომელიც მას ჯერ არ ჩაუდენია. ისედაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის პირს როგორც წესი აკავებს ისეთი დანაშაული სამართალდარღვევისთვის, რომელიც მათ არ ჩაუდენია და შემდგომ ამბობს, რომ ეს პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, მაშინ როდესაც არც კანონიერი მოთხოვნა არ ყოფილა, არც არავითარი დაუმორჩილებლობა და სასამართლო ამას ყოველთვის იზიარებს შესაძლოა პოზიციას, როგორც რაღაც ნოტარიუსი ამოწმებს შესაძლოა პოზიციას, მიუხედავად მტკიცებულებებისა, ცხადია, რომ აქ რაღაცნაირად უკვე ეს უსაფუძვლო დაკავება შესაძლოა უნდა რაღაცა სამართლებრივი საფუძველი შექმნას ადამიანის წინასწარ უსაფუძვლო პრევენციული დაკავებისთვის. ასევე ერთ-ერთი კიდევ ცვლილება, რაც მშობელს ან არასრულწლოვანი შემთხვევაში, ხო? დიახ, კანონიერ წარმომადგენელს ეს მუხლი არსებობდა კოდექსში, რაც გულისხმობდა არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენლის მიერ საკუთარი მოვალეობების არასათანადო შესრულებას, იყო ჩამონათვალი, რაც ჩაითვლებოდა ამ დარღვევად, ამას დაემატა არასრულწლოვნის მიერ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა. ეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა არის ის მუხლი, რომელსაც ყველაზე ხშირად, ერთ-ერთი ის მუხლი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს პოლიცია აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათ შორის მშვიდობიანი სრულიად კანონმორჩილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. კი ბატონო, ძალიან აქტუალურია ეს მუხლი, აი ახლა მიმდინარე აქციებზე ჩვენ ვხედავთ. კი. და ბუნებრივია სახელმწიფო ცდილობს ამითი რაღაც დააშინოს მშობლები და მათ, ასე ვთქვათ, უთხრას, რომ მათ დაეკისრებათ უკვე პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, რომ თუ მათი შვილი აქციაზე წავა და შედეგად მაღალი იქნება იმის რისკი, რომ შესაძლოა მას კი ბატონო, ბატონთაზო, აი მიღებულია ეს ცვლილებები, ჩვენ უკვე საუბრობთ განხორციელებულ ცვლილებებზე სამივე მოსმენით, ხო? რაღაც აი ბოლო იმედად ექსპერტებს, თქვენს კოლეგებს ესახება ვეტო, თუმცა პრაქტიკით თუ ვიხმძღვანელებთ, ვეტოს დაძლევა არ არის პრობლემა, ხო? ამიტომ გამოსავალი ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, თუ შეიძლება და დაგემშვიდობებით. ხო, ეს პროცესი რაც ახლა ხდება, არ არის არც ერთ შემთხვევაში არ არის რაღაც ლეგიტიმური საკანონმდებლო პროცესი. ხო, ეს არის რაღაც რეპრესიული იარაღების და მექანიზმების შექმნა. ხალხი უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს ამას, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს ტერორს, რაც თბილისის და საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. აი ეს ტერორი უნდა შეწყდეს. მე საბას გამოსვლასაც უსმენდი წინ და სრულიად ვეთანხმები მის ასე ვთქვათ პოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რაც არალეგიტიმური ტერორის რეჟიმი უნდა დასრულდეს და ეს რეპრესიული კანონები საერთოდ ვერ უნდა შევიდეს, არ უნდა შევიდეს ძალაში, იმიტომ რომ შეუთავსებელია ყველანაირი დემოკრატიული საზოგადოების პრინციპები. მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ უსმენდით თაზო კირტავას, საიას ანალიტიკოსი, უფლებადამცველი გვიზიარებდა საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზს. ახლა კი სტუდიის სტუმრებთან ვისაუბრებთ. მერაბ ჯიხაძე, მეზღვაური და ქარდა ქარდუხი მწერალი არიან ჩვენთან ერთად. საღამო მშვიდობისა, მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის. თქვენ გქონდათ საშუალება რაღაც ნაწილი, ფრაგმენტი ჩვენი გადაცემისა მოგესმინათ. ჩვენ საუბრობდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც დაჩქარებული წესით განხორციელდა და რა არის მოსალოდნელ ნეგატიურ ეფექტებზეც ახლა ექსპერტები გვიზიარებდნენ თავის მოსაზრებას. თუმცა თავდაპირველად მინდა გკითხო და თქვენი პოზიციის გამოხატვის საშუალება მოგცეთ. 22 დღეა აქციები გრძელდება ბათუმში, თბილისში, ფრაგმენტულად საქართველოს სხვა ქალაქებშიც და თქვენ ხართ იმ სულისკვეთების მოზიარეები, რასაც გამოხატავენ ეს ადამიანები. ბატონ მერაბ, თქვენგან უნდა დავიწყოთ. თქვენი პოზიცია რა არის? რატომ უერთდებით თქვენ ამ აქციებს და როგორია თქვენი მოთხოვნა და რისი შეცვლა ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანი? მოთხოვნა ჩემი აზრით ნათელია ყველასათვის. ორი მთავარი მოთხოვნა აქვს ამ აქციებს. პირველ რიგში თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და მეორე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ითხოვს ქართველი ხალხი, რადგანაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არის ლეგიტიმური, მას არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც საკუთარ ხალხში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ადამიანები, რომლებიც თქვენსავით ასე საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც აპროტესტებდა და დღესაც აპროტესტებს ევროპული კურსის ცვლილებას, უფრო კონკრეტულად ფორმულირებაში რომ არ შეგვედაოს ვინმე ევროკავშირთან
ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნის გადავადებას 2028 წლამდე. ჩვენ ხედავთ მათ როგორ გაუსწორდნენ სპეცდანიშნულების რაზმები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და როგორ ხდებოდა ეს. ჩვენ მოვისმინეთ კიდეც რომ წამების კვალიფიკაციას თამამად ანიჭებენ მედიკოსები და ექსპერტები. როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდა ეს ბრძანების გამცემებს და რა მიზანს იმსახურებოდა და რამდენად ახლოს არის მიზანთან, რამდენად მიაღწია ამ ჩანაფიქრის ავტორმა მიზანს? რავი, ჩემი აზრით ეს ჩვეულებრივი რეპრესიული მანქანაა, მათ ნანახი აქვთ უკვე ეს ყველაფერი, იგივე რუსეთში ხდებოდა ადამიანებზე და პროტესტანტებზე იგივე მეთოდებით ანგარიშწორება, ბელორუსის მაგალითი გვახსოვს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვების შემდეგ, ჭალებში გამარჯვების შემდეგ ხალხი გამოვიდა და ისინი ფიქრობენ, რომ ქართველი ხალხი იმავე ბედს გაიზიარებს, რა ბედიც გაიზიარა რუსმა და ბელარუსმა ხალხმა და მე ვფიქრობ, რომ ისინი ამ შეფასებაში ცდებიან, რადგან ჩვენ სხვა ხალხი ვართ, სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ, ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენს გენეტიკურ კოდში დევს. მადლობა ბატონ ქარდა, თქვენთან გადმოვალ ასეთი კითხვით. ახლაც საზოგადოების დიდი ნაწილი ღიად საუბრობს იმ რისკებზე და საფრთხეებზე, რასაც ქვია ევროპის ორბიტიდან გაქრობა და ისევ რუსეთისადმი დაქვემდებარებაში მოქცევა ქვეყნის. ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი, ეს თქვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემაა და მაშინ ვიცოდით, რომ ვებრძოდით ოკუპანტს და უწოდებდით სახელს ღიად. ახლა პრის სახელდებაც კი რაღაცნაირად არ არის ხმამაღლა არ გვესმის ყოველ შემთხვევაში, მათგან ვისგანაც პირველ რიგში უნდა გვესმოდეს. დღესაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს ის წუხილი, რომ არ აღმოჩნდეთ ისევ რუსეთის ინტერესების ქვეშ და ისევ რუსეთის გავლენების ქვეშ. როგორ აფასებთ თქვენ შექმნილ ვითარებას დღეს და რას ფიქრობთ იმ რისკებზე, რასაც აპროტესტებს საზოგადოება და ამ საზოგადოების ნაწილი ბრძანდებით თქვენს? კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში აუცილებლად მინდა სოლიდარობა გამოუცხადო იმ დაპატიმრებულ ადამიანებს, რომელსაც მე პირადად აღვიქვამ როგორც ტყვე-დაყვანილებს. ადამიანებს, რომლებიც ტყვე დაიყვანეს, იმიტომ რომ ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და მათ არ უნდათ რუსულ ორბიტაში დაბრუნება. მათ არ უნდათ რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაიპყროს საქართველო. მე ასე აღვიქვამ ყოველ შემთხვევაში და ვწუხარ ძალიან ამ ახალგაზრდებზე, რომლებიც ახლა არიან საკანში ნაცვლად იმისა, რომ ემზადებოდნენ თუნდაც ახალი წლისთვის. ჩვენ ყველაფერთან ერთად ამ დღეებში სამწუხაროდ ხელისუფლებამ წაგვართვა სიხარულიც. რამდენიმე თვეა უკვე ქართველ ადამიანს გაუქრა სახიდან და სხეულიდან შეგრძნება იმისა, რომ შეიძლება უხაროვდეს რაღაცა, შეიძლება გრძნობდეს თავისუფლებას და შეიძლება გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ. რაც შეეხება შედარებას, მე პირადად არა პირდაპირ ვგრძნობ, რომ თითქოს ისე ვიქვზივარ სანგარში, ისე 92 წელია, 93 უпростоრედ, როდესაც რუსეთი უკვე პირდაპირ გვიპყრობდა. სხვათა შორის არ შეიძლება თქვა, რომ მაშინაც გასიგრძე განდებული მქონდა და მტერს ვარქმევდით სახელს. მაშინაც გვეშინოდა, გვეთქვა, რომ რუსეთი გვებრძოდა ხელისუფლების დონეზე ყოველ შემთხვევაში. ხალხმა ყველა მიცოდა, რომ რუსეთი გვებრძოდა, მაგრამ ხელისუფლების დონეზე პირდაპირ ბოლომდე ვერ ითქვა, რომ რუსეთი იყო ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე და ეხლაც ის შეგრძნება მაქვს, როგორც სოხუმის აღების წინა პერიოდში, როდესაც მტერი ყველა მხრიდან იყო უკვე გარშემორტყმული და ჩვენი ხელისუფლება ვერ ახერხებდა ვერაფერი დაეპირისპირებინა მისთვის, როდესაც მტერი შემორტყმული ჰქონდა და საქართველოს რეგიონები ცალ-ცალკე იყვნენ ფაქტიურად. ზუსტად ამას გრძნობ ეხლაც, რომ საზოგადოება რა თქმა უნდა იბრძვის ეხლა თავისუფლებისთვის, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც არ არის გამოფხიზლებული, რაღაც ნაწილს მაინც გაქვს იმედი, რომ ეს რუსეთი კი არ გვებრძვის ეხლა, არამედ ეს არის ხელისუფლებისთვის პარტიათა შორის ბრძოლა, რაც სისულელე არავითარი პარტიათა შორის ბრძოლა ხელისუფლებისთვის ეხლა არ მიდის. და აქვე ვეტყვი მაყურებელსაც და ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ხელისუფლება სწორედ გვეუბნება, რომ არანაირი დისტანცირება
გავრცელება ევროპისკენ არ მომხდარა და არაფერი შეცვლილა ევროკავშირის წევრობისთვის სამზადისის პროცესში, თუნდაც იმით, რომ მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადავავადეთო და არასწორ ინტერპრეტირებაში სდებენ საზოგადოების დიდ ნაწილს ბრალს, ну რაც მათ შორის მედიასაც. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ პროცესს? მე აღიქვამ ამას ისე, როგორც თქვა ხელისუფლებამ. ჩვენ წვეთ 2028 წლამდე ევროპასთან მოლაპარაკებებს ვხურავთო პირდაპირ ქართულმა ოცნებამ, როგორც კი აირჩია მისი პრემიერ-მინისტრი, პირველი რაც გააკეთა, გვახარა, რომ ჩვენ წვეთ ევროპასთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე. ეს აღიქმება ჩემი მხრიდან როგორც ევროპაზე უარის თქმა, ну სიტყვაზე რაღაც დროით, მაგრამ ეს რაღაც დრო არის ძალიან დიდი დრო თავისუფლებისთვის ბერძნული ერისთვის. მე როგორც აფხაზეთიდან დევნისთვის ეს არის იმედის გადაწყვეტის ცდელობა, რომ მე ოდესმე დაუბრუნდები აფხაზეთში, იმიტომ რომ ჩვენი ერთადერთი ვარიანტი, რომ ჩვენ დაუბრუნდეთ აფხაზეთში, არის ჩვენი ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში. სხვა ვარიანტი ჩვენ რომ მოვერიოთ რუსეთს და დავაბრუნებინოთ მას ოკუპირებული ტერიტორიები არ გვაქვს. დედამიწის ბუნებაში არ არსებობს სხვა ძალა. აზერბაიჯანს ყავს თურქეთი, რუმინეთი ყავს მოლდოვა, ჩვენ არავინ არ ყავს. ჩვენ ვართ ობოლი ერი, აი პოეტურად რო ვთქვათ, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ ვართ მარტონი. მთელ ჩრდილოეთ კავკასიელი მოკავშირეებიც კი არავინ არ ყავს. ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი ერთადერთი ერი ინგუშებია, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან პოლიტიკურადაც და ეროვნულადაც ამწუთას. სხვა არავინ არ ყავს მოკავშირედ. კი ბატონო, დაგიბრუნდებით, ბატონო მერაბს მინდა ვკითხო, ბატონო მერაბ, თქვენ მეზღვაური ბრძანდებით და ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქციებზე და ვხედავთ აი პროფესიული წრეების ერთობას საბოლოოდ, თუმცა ისინი ეს ერთობლივად თვითიდენტობის გამოხატვით სხვადასხვა მარშს მართავენ, ან თვითიდენტობის ასევე ვიზუალიზაციით და სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ აქ ნამდვილად არ არის პარტიული ინტერესები წინ და აქ არიან აპოლიტიკური ადამიანები და ამის დასტურია მაგალითად რა ვიცი მშობლების მარში, მასწავლებლების მარში, ექიმების მარში, რაც ბათუმის მასშტაბით რო ვისაუბროთ მხოლოდ და არ გავშალოთ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. როგორ ფიქრობთ, რაზე მეტყველებს ყველა პროფესიის, ყველა სფეროს წარმომადგენლის გამოსვლა, მათ შორის საჯარო მოხელეების, რომლებსაც ყოველ შემთხვევაში ყოველთვის მიიჩნევენ საბოლოოდ პარტიული ნიშნის გამტარებლად, შეიძლება ეს ვიღაცამ შეურაცხყოფად აღიქვას ბოდიშსვიხტი ამისთვის, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ისინი სწორედ ამ მოტივით იკავებენ თავს. როგორ ფიქრობთ, აი ეს აქციები, სხვადასხვა პროფესიული წრეების ერთობა, რა საერთო მიზანს ემსახურება და თქვენი როგორც ერთი პროფესიის წარმომადგენლის სათქმელი დღეს როგორია, თუნდაც იმ ადამიანებისადმი, ვინც თქვენს მოსაზრებას, აქციებზე გამოსული ადამიანების მოსაზრებებს არ იზიარებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაბიჯები არის სწორი სტრატეგიულად, რადგან ხელისუფლება ცდილობს ჩვენი სახალხო პროტესტი, საერთო სახალხო პროტესტი მონათლოს პარტიულ პროტესტად. აი მაგალითად, სანამ თქვენთან შემოვიდოდი გადაცემაში, Facebook-ზე შემხვდა ქალბატონი ნინო წილოსალის პოსტი, უმრავლესობის წარმომადგენლის, აი თბილისში ეწყობა გურულების მარშიო და გურიაში ხო ასეთი შედეგებიო, ხო 71% დავდეთ. ხო, ანუ რეალურად, ანუ ხო და თავარი დამავიწყდა, ანუ ნინო წილოსალმა თქვა, რომ ნაცების მარშიო, ანუ ის ცდილობს, რომ ეს ჩვენი საერთო სახალხო პროტესტი აჯანყება მონათლოს როგორც პარტიულ აჯანყებად. და ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ეს არის თქვენოდის მეკონიათ პარტიული წარსული, რომელიმე პარტიის წევრი. მე 21 წლის ასაკში 2011 წელს დავამთავრე ბათუმის საზღვაო აკადემია, იმავე წელს წავედი ზღვაში და უკვე მე-14 წელიწადია ჩემი თავარი შემოსავლის წყარო და ერთადერთი შემოსავლის წყარო არის საზღვაო ცხოვრება. რას ეტყოდით დღეს იმ ადამიანებს, ვინც არ ფიქრობს თქვენსავით და არ აქვს კრიტიკული და საპროტესტო განწყობა? ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან. ძალიან ცოტას ვიცნობ ასეთ ადამიანს ჩემს გარშემო და ზოგადად მე როდესაც აქციაზე ვიმყოფებოდი, არაერთმა ჩემმა კოლეგამ, რომელიც ზღვაში იმყოფებოდა, როდესაც ნახა ჩემი ინტერვიუ, მომწერა, რომ მე რომ ბათუმში ვიმყოფებოდი, ახლა აუცილებლად თქვენს გვერდით ვიდგებოდი და მადლობა ჩემს გვერდით რომ დგახართ. ასევე იყო ერთი არაჩვეულებრივი მოვლენა, ორი მეზღვაური
საქართველოს მეუღლე იყო აქციაზე მოსული, ჩვენი მეუღლეებიო ზღვაში არიანო და ჩვენთან ერთად შემოვერთდნენ აქციას. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია არის ურყევი ამ საკითხის მიმართ და ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემ ჩანს, რომ გადაუხვიოს იგივე კონსტიტუციური მუხლიდან, რომელიც თვითონვე შექმნეს ევროპაში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებისთვის უნდა გადადგან ყველა ნაბიჯი. კი ბატონო და ბატონ ქარდეს მინდავთ ხო გარკვეულად რომ შევაჯამოთ. ჩვენ ხედავთ ათასობით სტუდენტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს აქციებზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, მათზე საერთო ტერმინის ნაცის წოდება რაზე მეტყველებს და რა გაქვთ სათქმელი იმ ადამიანებისათვის, ვინც ყველას ვინც აქციაზე დგას მოიხსენებს ნაცებად და ასევე რას ეტყოდით მათ, ვინც არ დგას იდეურად თქვენს გვერდით. არ ვიცი, იდეურად როგორ შეიძლება იდგეს საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ. საქართველოს თავისუფლებისთვის დგავართ ჩვენ ყველანი. ყველა პროფესიის ადამიანი, ყველა მარში ეს ემსახურება ერთადერს. აღუდგეთ წინ რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალ ოკუპაციას. რაც შეეხება ახლა ჩვენს მონათლას და ტერმინებით მოხსენიებას, ეს არ ახალია. ყველა მოძალადე ხელისუფლება ყოველ პერიოდში ცდილობდა თავისადმი დაპირისპირება ადამიანებისათვის სტიგმატიზაცია მოეხდინა და ხან რუსეთის აგენტებს უწოდებდა მას, ხან LGBT თემის დამცველებს, ამ ახალმა ძალამ საერთოდ გადააჭარბა ფანტაზიაში ყველას და დასავლეთისა და ამერიკის აგენტებს უწოდებს მასთან დაპირისპირება ადამიანებს. ეს არ არის, ეს მათ რამდენიმე დამცრობილ მომხრეებზეც კი არ მოქმედებს, უკვე ვერ დაარწმუნებს ვერავინ საზოგადოებას, რომ იქ მას ნაცები ებრძვიან. ერთი სისულელეა ნაცების უმეტესობა, ვინც კი დარჩა ხელისუფლებაშია ყველა თავმოყრილი, რაც შეეხება ნაცებს, ნაცებისგან თვითონ ნაცებმა დატოვეს უკვე ეგ მოძრაობა და რას გვემართლებიან ამ ნაცებით ვეღარ გავიგეთ რა. ნაცებს აფინანსებდნენ თვითონ და ნაცების გვერდით იდგნენ მერიან პარტიის საპატიო თავმჯდომარეა ყველა. ჩვენ როგორ გვეუბნებიან ნაცებს, ოდესაც ჩვენ თვითონ ვიყავით იგივე ხალხი, ვიბრძოდით მაშინაც თავისუფლებისთვის, ვინც ეხლა ვდგავართ ამ მიტინგებზე. შეუძლებელია ასეთი რამ გაატაროს ადამიანმა და საზოგადოებამ, ოდესაც შენ აძაგებდი ნაცების პერიოდში და ნაცების დროს ადამიანის ჩაგვრას, ტანჯვას, მიტინგების დარბევას და ეხლა ამართლებ მიტინგების დარბევას. შენი შვილების დარბევას ამართლებ და როდესაც იმ მანქანაში სხვა ადამიანი ზის ამ დეკემბერში და ნოემბერში, რომ შენ შვილის ტოლა ადამიანს დამიზნებით წყალს ასხამ, უწყვეტად იმის გამო რომ მას დროშა უკავია, როდესაც ახალგაზრდებს იჭერ მეტროში და ქუჩაში იმის გამო რომ მათ საქართველოს დროშა აქვს. მე ასეთი რამ ამსვენია ნეტკაჩოვის მერე, ასლანის გაწვნილი გენერალი ნეტკაჩოვი იჭერდა ადამიანებს თუ ქართულ დროშას უნახავდა მას. ამის შემდეგ არ მინახავს, რომ ქართველ ძალოვანს დაეპატიმრებინოს ადამიანი ქართული დროშის ტარებისთვის. ეს რაღაც ნოუ-ჰაუ მოიგონეს ამათმა და მე მგონი ეს არ შერჩება. რაც შეეხება იდეურ მოწინააღმდეგეებს, მე არ მყავს იდეური მოწინააღმდეგე, არ შეიძლება საქართველოს თავისუფლებას ყავდეს იდეური მოწინააღმდეგენი. ჩვენ ვართ ილიას გზაზე, ჩვენ ვართ მერაბის გზაზე, კოსტავას და ჩვენ ამ თავისუფლების გზას არ დავთვალ. ჩვენ რა, ჩვენი შვილები არ თმობენ, უკვე თორე ჩვენ თაობა შეიძლება კიდევ შეგუებოდა. ჩვენი შვილები ამას არ დათმობენ. ერთსაც დავამატებ, თუ შეიძლება თქვენი კითხვა გამომჩა და ეხლა ქარდას პასუხმა გამახსენა, თქვენ მიხარით რას მოუწოდებდით საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს. საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს მე არაფერს არ მოუწოდებდი, მაგრამ ისინი, ვინც შორიდან უყურებენ ამ სურათს და ჩვენს გვერდით არიან, მინდა შევახსენო უნგრული წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ისტვან ბიბოს სიტყვები, თავისუფლება იწყება იქ, სადაც მთავრდება შიში. მე მოუწოდებ ყველას, რომ დაძლიოს ეს შიში და შემოუერთდეს ამ საერთო სახალხო თავისუფლებისთვის ბრძოლის მოძრაობას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ გვეწვეთ სტუდიაში. მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ სტუმრად ყავდა ბატონი მერაბ ჯიხაძე, მეზღვაური და ბატონი ქარდა ქარდუხი, მწერალი. ასეთი იყო დღეს ჩვენი სათქმელი. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.